დღეს თქვენთვის მინდოდა მესაუბრა მეტაფორულ ომზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო კვლევა და დაკავშირებულია შემდეგთან, რომ რეალურად როდესაც ადამიანი პოლიტიკოსები რიტორიკას როგორ იკანებენ, ხო? და თუნდაც ესე ინდივიდუალურ ურთიერთობებშიც იგივე ხდება. ჩვენ ვცდილობთ რომ ერთმანეთზე გავლენა მოვახდინოთ იმით, რომ მე რო ყვები ჩემ ამბავს, მე გიყვები ჩემს ნარატივს. მე უკვე ან манипулირებ შენით, ან ვცდილობ რომ დაგანახო ჩემი ჩარჩოდან, ჩემი კუთხიდან დაგანახო რაღაცები. ამისათვის მე მჭირდება კონტექსტის შექმნა, რომ ყოველჯერზე ახალ ველოსიპედს ხომ ვერ გამოვიგონებთ, ყოველჯერზე ყოველ კრიტერიუმს სასიძვევად ხო არ აგიხსნი, ამიტომ რაღაცას გისურათ ხატებთ, რომ აი რეალურად ეს არის ეს და მე შესაძლებელი რომ აი ხო დაახლოებით მთელ სურათს გონებაში წარმოედგენ. იგივე ხდება პოლიტიკოსების შემთხვევაში, მაგალითად, ახლა ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობდი კოსოვოს და თვითონ კოსოვოს საკითხი როგორც კი ეს კრიზისი როგორც გააქტიურდა და განიხილებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა, ზოგადად ნატოს ჩარევა ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ბილ კლინტონი, რომელიც ძალიან აქტიურად ცდილობდა, რომ აი ეს თავისი აჯენდა წინ გაეწია და რეალურად მომხდარიყო საჰაერო დაბომბვა თუ მანამდე განიხილებოდა იგივე სამხედრო სახმელეთო შეჭრის მოსაზრებებით. თუმცა საბოლოო ჯამში ბილ კლინტონი იყო ის ადამიანი, რომელიც თავის ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ ადმინისტრაციასთან ერთად ცდილობდა რომ მომხდარიყო მილოშევიჩის შედარება ჰიტლერთან და მისი ადმინისტრაცია, ეს იყო თითქოს მეორე ჰოლოკოსტი, აი ამის შექმნას ცდილობდნენ დაახლოებით მაინც. და მეორე მხრივ ბილ კლინტონის ოპოზიცია მასშტაბობდა, რომ არა, ეს არის რეალურად ახალი ვიეტნამი და ეს იყო უდიდესი, ეს შესაძლოა დიდი კრახი ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ნუ იქ სხვადასხვა მიმართულებით იყო მსჯელობა ვიეტნამის ომს რატო ადარებდნენ და რეალურად სხვადასხვა არგუმენტაციით ხსნიდნენ, რა იყო იგივე მაგალითად ვიეტნამის ომში შესწომა და რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ვიეტნამის ომი ახალი, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო სერბეთთან დაკავშირებით ურთიერთობების გადახედვა და ახალი მოქმედებების დაწყება ახალი ვიეტნამის მომასწავლებელი და ნუ იქ იყო ხსენება მაგალითად ბალკანური სწრაფალებადი იმას რა ქვია კასრი, რომელიც შეიცავს ბომბებს და რეალურად ამ დროს ვიგებთ, რომ თურმე ბილ კლინტონი არის მთავარი ჩართული იმ ყველაფერში, რაც არის იგივე ეპშტაინის საქმე და იგივე თუნდაც პიდიდისთან დაკავშირებული ამბები და რეალურად არ ვიცი შეიძლება ეს ადამიანი უბრალოდ ფიგურირებს მის სახელდაგვარი მე მგონი თვითონ ჟიზელ მაქსველზე და ეპშტაინზე უფრო ხშირად და რეალურად საფშოში არ არის ამის შანსიც არის ამას გამოძიება ჭირდება მაგრამ საინტერესოა პოლიტიკოსები როგორ გველაპარაკებიან ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჰუმანიტარულ ჩარევაზე ახალ გენოციდის თავიდან აცილებაზე როცა რეალურ გენოციდს თვითონ უწყობენ ბავშვებს ახალგაზრდებს და თუნდაც ზრდასრულ ადამიანებს